ბაჩიაშვილის საქმე გიორგი ბაჩიაშვილის გარეშე გრძელდება. მან საქართველოსთან გაქცევა შეძლო და გუშინდელი სასამართლოს ხდომა უკვე მის გარეშე გაიმართა. გუშინდელ ხდომაზე ბაჩიაშვილის ადვოკატმა ბრალდებულის დისტანციურად დაკითხვის შუამდგომლობა დააკენა. როგორც უფლებადამცველი განმარტავდა, ვინაიდან ბაჩიაშვილი საქართველოში არ იმყოფება, მას ჩვენების მიცემა დისტანციურად სურდა, რის საშუალებაც მას უნდა მისცემოდა. შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა 2,5 მილიონი ლარის გირაოს ამოგებას, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის 2023 წლის 6 ივლისში შეეფარდა, მისი უძრავი ქონების აღსრულებაში გადაცემიდან გეგმავს. ამის შესახებ ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა. გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს 2 მარტს დატოვა. მას 2023 წელს მიღებული გადაწყვეტილებით საზღვრისკვეთა აკრძალული ჰქონდა. ამავე გადაწყვეტილებით მისი უძრავი ქონება დაყადაღებული იყო. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მისი გადაწყვეტილებით ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ვინაიდან ბრალდებულს გირაო უძრავი ქონებით ჰქონდა უზრუნველყოფილი, ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 2,5 მილიონ ლარიანი გირაოს თანხის ამოსახებად ბრალდებულისა და ალექსანდრე ბაჩიაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება აღსასრულებლად მიექცა წარმოებაში. გიორგი ბაჩიაშვილს ამჟამად პროკურატურა ედავება საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთას, ასევე 2 საქმეს, რომლებშიც მოსარჩელე ბიძინა ივანიშვილია. მათგან პირველია დავა ქართულ ბანკის ცესხთან დაკავშირებით, სადაც ივანიშვილი აცხადებს, რომ მას ეკუთვნის ის ბიტკოინები, რომლებიც გიორგი ბაჩიაშვილმა ქართულ ბანკიდან აღებული ცესხით განხორციელებული ბიზნეს პროექტის შედეგად გამოიმუშავა. ბიტკოინების რაოდენობა 9,000 შეადგენს. მეორე დავა კი მტკვარი ჰესის პროექტს შეეხება, სადაც ივანიშვილი აცხადებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა თანაინვესტირების ფონდის CEO-ს პოსტზე მუშაობისას წინასწარ არ შეაფასა ის რისკები, რაც მტკვარი ჰესის განხორციელებას უკავშირდებოდა, რასაც შემდგომში პროექტის ვადაგადაცილება და 100 მილიონი დოლარით გაძვირება მოჰყვა. დაცვის მხარის შეფასებით ორივე ბრალი აბსურდულია. მეტიც მტკვარი ჰესთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალი ბაჩიაშვილის ინფორმაციით ხანდაზმულია, რადგანაც ბრალში აღწერილი მოვლენები 2014 წელს განხორციელდა, ხოლო წარდგენილი მუხლის ხანდაზმულობა 6 წელს შეადგენს. გიორგი ბაჩიაშვილთან ინტერვიუ თითქმის 1 თვის წინ ჩავწერე, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ მის წინააღმდეგ მტკვარი ჰესის საქმე შეიძლება გააქტიურებულიყო, თუმცა კითხვა მაინც დავსვი. შეიძლება თუ არა, რომ ან ბრალი დაგიმძიმდეთ, ან რაღაც ახალი საქმეები გაჩნდეს თქვენს წინააღმდეგ. თქვენ თქვით ერთ-ერთი ინტერვიუში, რომ ამჯერად ივანიშვილი უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდი დაფუძნებულია საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და მას გონია, რომ ამ სტრუქტურაში გადამეტებული როლი და ფუნქცია აქვს სტრუქტურის მმართველ კომპანიას და მე რა კუთხით შეიძლება იყოს მოყენებული, ესე ვთქვათ, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ნამდვილად დავაფუძნდა შემქმნელი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით. ყავდა აყვანილი საუკეთესო საერთაშორისო იურისტები, რომლებიც მსგავსი ფონდების დაფუძნებით არიან დაკავებული და ივანიშვილი, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო არის, როდესაც თურმე აღმოჩნდა, რომ ამ ფონდში არ შეგიძლია, რომ ერთი ხელის მოსმით ადგე და აქტივები ერთი ადგილიდან მთლიანად მეორე ადგილში გადაისროლო, ისე რომ არ გაიარო გარკვეული პროცედურები. მას რა თქმა უნდა, რომ საქართველოში შემოიტანოს იურიდიულად ეს აქტივები, რომლებიც საერთაშორისო იურისდიქციაში არის დაფიქსირებული, რომ რამდენად სანქციებს აარიდოს თავი. ისე თავიდან თანაინვესტირების ფონდი, როცა იქმნებოდა, ნათქვამი იყო, რომ თანაინვესტორები უნდა ყოლოდა ამ ფონდს და ჯამში ისე გამოვიდა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო მარტო ერთადერთი ინვესტორი. როგორ მოხდა ეს და რატომ? თვითონ ინვესტორი მართლაც მარტო ივანიშვილი იყო, რა თქმა უნდა, ალბათ ასეთი ოდიოზური ოლიგარქთან თანაინვესტირებაზე თავი შეიკავეს იმ პიროვნებებმა და ფონდებმა, ვისთანაც ჰქონდა საუბარი, თუმცა ცალკეულ პროექტებში სხვადასხვა თანაინვესტორები ყავდა. როცა მუშაობდი თქვენთან ამ ინტერვიუზე, ასევე შემომხვდა შარშან ოქტომბერში გალუაშვილის განცხადება იყო და მტკვარი ჰესთან დაკავშირებით გიხსენებდათ, რომ პროკურატურა სწავლობს ამ საქმეს და რომ გადახარჯვა გქონდათ სადღაც 100 მილიონი დოლარს. ამ საქმესთან დაკავშირებით რა ხდება და ესეც შეიძლება თუ არა თქვენს პორტფოლიოს შეემატოს?
როდესაც გავიდა ჩემი პირველი დიდი ინტერვიუს ანონსი, არჩევნების წინა საღამოს ინტერვიუზე მაქვს საუბარი. რა თქმა უნდა, მათ სასწრაფოდ სჭირდებოდათ რაღაც ინფორმაცია მედიაში, ჩემს გასაშავებლად და გამოიყვანეს ახლა დათო გალუაშვილს დაუწერეს ტექსტი და გააშვებინეს თითქოს რაღაცა და კონკრეტულად აი რას არაფერი ზოგადად ჰესების მშენებლობა არის ძალიან რთული რამ და არის მსოფლიო ბანკის კვლევა, რომელიც იკვლევს საშუალოდ მსოფლიოში ჰესების ბიუჯეტების გაზრდის თაობაზე თუ რამდენად საშუალოდ ძვირიჯდება ჰესები პირველად ბიუჯეტთან შედარებით. და ამ კვლევაშიც კი საშუალო ბიუჯეტის ზრდა მსგავს პროექტებში არის 67%. ჩვენ შემთხვევაში მოხდა რა თუ გვირაბის სათხრელი მანქანა გაიჭედა გვირაბში სხვადასხვანაირი ქანები იყო მიწისქვეშა როგორც ჭაობის მაგვარი ქანები იყო და მოყვა ეს მანქანა გაიჭედა დაჭირდა ძალიან დიდი დრო ამის გამოყვანას რომ გაეგრძელებინა გზა პარალელურად ამ ჰესში სანამ ეს მანქანა არ გამოვა გვირაბიდან ვერ ასრულებ ვერც სხვა სამოქალაქო სამუშაოს იმიტომ რომ ეს მანქანა ჯერდო გამოძვირს და შემდეგ უნდა აშენდეს იქ კაშხლის ნაწილები და ასე შემდეგ მე ამას მოპირკეთება უნდა ძალიან გადაბმული არის ასევე თქვათ ერთი მეორეზე პროცესები ამას დაემატა კოვიდის დროს კონტრაქტორი ვერ ახერხებდა სათანადო რაოდენობა მუშახელის მობილიზაციას, ასევე მოხდა ძალიან დიდი ინფლაცია ყველაფერზე, მთელი მშენებლობები გაძვირდა და ამან გამოიწვია, რა თქმა უნდა, პროექტის ფასის გაძვირება. პროექტში ყავდა ჩართული ჩვენ საერთაშორისო საინჟინრო კომპანიები, რომლებიც თელ სატენდერო პროცესს და ინჟინერულ ნაწილს ხელმძღვანელობდნენ, მაგათ გარეშე ვერც ერთი ტენდერი ვერ ჩატარდებოდა. ასევე ფონდში იყვნენ დიდი 4-ეულის აუდიტორები. ფონდს ასევე ყავდა დაქირავებული სპეციალური სხვა ტექნიკური ექსპერტი, რომელიც ამ ყველაფერს უყურებდა და არანაირი დარღვევა გამოხმოჩენილი არასოდეს არ ყოფილა. მეცაც გეტყვით 2020 წელს ივანიშოვმა ქართულ ბანკის წარმომადგენლებს შეატარებინა მთლიანად პროექტის რევიზია, სადაც მათ წაიღეს ყველა დოკუმენტაცია პროექტიდან, მათ ეს გაიარეს, შეამოწეს, მათაც ვერაფერი ვერ იპოვეს. ანუ მას უბრალოდ ჭირდებოდა მიზეზი, რომ დაბრუნებოდა ბიტკოინების თემას. და თუ შეხედავთ მის საჩივარს იქ პირდაპირ უწერია რომ ეს ბიტკოინების თემა ვია რამდენი წლის მერე იმიტომ გამახსენდაო რომ ტყვარში ვიპოვეთ გადახარჯვებიო და შეგვეპარა ეჭვ ბაჩიაშვილის კეთილსინიერებაში და მაგიტომ გადავამოწმე ბიტკოინების თემა. კი, ახსოვს ეს ბმა სხვათა შორის ჯერ კიდევ ამ დროს გიორგი ბაჩიაშვილს არ ჰქონდა მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება დასრულებულიყო მის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის დავა. რა მოლოდინი გაქვთ დაგიჭერენ? დამიჭერენ არ დამიჭერენ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისა მზად ხართ ციხეს? ყველაფრის უზად. მე ჩემი არჩევანი გავაკეთე, ჩემი არჩევანი არის ის რომ რაც არ უნდა მოხდეს მე ჩემ პასუხობებს არ გადავუყო. რამე ალბათობა არსებობს რომ აი იმ სურათში სახელმწიფოს მიტაცების იმ მასშტაბში რაც თქვენ ახლა აღწერეთ ივანიშვილს უგებთ სასამართლო პროცესს? არ ვიცი შეიძლება მოუგო შეიძლება ვერ მოუგო. მაგრამ მან ხო იცის რომ მან იცის მოსამართლეებმა იციან პროკურორებმა იციან რომ ეს საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგში და ამ საქმეში ივანიშვილი იქნება ის ადამიანი ვინც გამოიყენა მთლიანი სახელმწიფოს რესურსი მათ შორის პროკურატურა, ეროვნული ბანკი, ექსპერტიზის ბიურო, სასამართლო იმისათვის რომ გამოეძალა ჩემთვის დიდძალი ოდენობის თანხა. ანუ ყველანი პირდაპირ კრიმინალებად გამოცხადდებიან უკვე ოფიციალურად. ბიზნესი დღეს უფრო თავისუფალია ეს ფრაზა ხშირად მესმის ბიზნესისგან. გია ხუხაშვილთან განვიხილავთ ამ кейსს და ვიმსჯელებთ იმაზეც თუ რა სიგნალია ეს ყველაფერი ბიზნეს გარემოსთვის. მოგესალმებით ბატონო გია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ბატონო გია, ლოგიკურად მიდის ბაჩიაშვილის საქმე, ლოგიკურად განვითარდა, ესე ვთქვათ, და ვითარდება აი ამ ეტაპისთვის, რასაც ჯერ ვაკვირდებით. ხო, ну, რა თქმა უნდა, ლოგიკურად ვითარდება, გამომდინარე იქიდან თუ როგორი კონსტრუქცია ააშენა ბიძინა ივანიშვილმა, ხო, რა დამოკიდებულება დაამკვიდრა ეკონომიკურ ურთიერთობებსა და პოლიტიკურ, ესე ვთქვათ, ქულს შორის, ხო? მან ააშენა ერთგვარი თუ ამ პრიზმაში გამიხილავთ, ერთგვარი ნომენკლატურული კაპიტალიზმი, სადაც ხელისუფალი არის ყველას და ყველაფრის დირექტორი, მათ შორის
ბიზნესის დირექტორი, მთავარი მოწილე და ფასი, რასაც ბიზნესი იხდის, აი ამ ესე რომ ვთქვათ, ძირითად აქციონერთან, ანუ ხელისუფალთან მინიმუმ ლოიალობა, ხო, იმიტომ რომ ეხლა წვრილი და საშუალო ბიზნესი მაინც და მაინც არ არის საინტერესო, ძირითადად ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე უფრო მსხვილი ბიზნესის კონტროლი და ესე რომ ვთქვათ, დომინაცია ამ ბიზნესზე არის ამოცანა. მაგრამ ესეთი ტემპები აკრიფეს, რომ მალე გადავლეს საშუალოზეც და წვრილზეც, ანუ აბსოლუტურ კონტროლზე, აქეთ მიდის ყველაფერი, იმიტომ რომ აი ეს მიდგომა, ესე ვთქვათ, კონცენტრირება მსხვილ ბიზნესზე და წვრილი და საშუალო ბიზნესი რომ არ არის იმდენად, ესე ვთქვათ, საინტერესო ხომ ამ კონტროლისთვის. არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დღემდე ბიზნესი ამბობს, რომ დღეს ბიზნესი უფრო თავისუფალია. არა, იმიტომ რომ წინა ხელისუფლებაც ესე იყო. მეცაც გეტყვით, წვრილი და საშუალო ბიზნესი წინა ხელისუფალი არ ეხებოდა, ხო? მაქსიმუმი რაც მოეთხოვებოდა წვრილი და საშუალო ბიზნესს, ეს იყო ლოიალობა, პოლიტიკური ლოიალობა, ანუ ანტისახელისუფლებო აქტივობა არ უნდა გამოეჩინათ, ხა ხარკი არ ეკრიფებოდა მათგან, ხო? ეხლა მე ვფიქრობ, რომ ამ სფეროს უკვე შეეხო ხელისუფალი, არა უბრალოდ დაკარგა ამან ყველაფერმა ერთგვარი დისციპლინა, ხო? მე გულისხმობ იმას, რომ თუ ადრე ხარკი იკრიბებოდა უმაღლეს დონეზე, ანუ პირადად ხელისუფლის დონეზე და ვერავინ ვერ გაბედავდა მის გარეშე, ესე რომ ვთქვათ, აი აქ საშუალო და ქვედა დონეებზე ხალხის აკრეფას, ეხლა სერიოზული საფუძვლიანი ეჭვი ჩდება, რომ გაჩნდნენ პატარა, ესე რომ ვთქვათ, პატარ-პატარა რეკეტირები, ხო? უკვე ქვედა დონეებზე, რომლებიც უკვე პარსავენ აი ამ საშუალო ბიზნესს, ან წილში უჯდებიან და ამ ფორმით, ან რაღაც სხვა ფორმებით, ხო? იმიტომ რომ სისტემა სჭირდება კვება და აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილმა შეასუსტა კონტროლი, თვითონ აღარ უნდა ეხლა სისტემის კვება და ეუბნება გადით საძოვარზე ბიჭებო და ჭამეთ, ხო? ეს იქნება საგადასახადო, ეს იქნება პოლიცია, ეს იქნება სუსი, თუ ასე შემდეგ და ეს შემდეგ. და ისინიც უკვე პარსავენ უკვე ქვედა დონეებს. ეხლა მსხვილ ბიზნესს ისინი ვერ ეკარებიან, ეს უფრო ესე რომ ვთქვათ, უმაღლესი ხელისუფლის კომპეტენციაში შედის და აი ესეთი ფაქტობრივად კრიმინალური ურთიერთობები დამკვიდრდა. ხო, აი ამ გაგებით, აი ამ ურთიერთობების გაგებით საქართველოს აღარ არის უკვე სახელმწიფო, ხო, ეს არის რაღაც ერთგვარი აი ესეთი მაფიოზური დომინაციის ქვეშ მყოფი ტერიტორია, სადაც მაფიას, ესე რომ ვთქვათ, აქვს თავისი თამაშის წესები და ამას ამკვიდრებს. ეხლა ბაჩიაშვილის кейსიც ხო ამაზე ლაპარაკობს. ხო, აი გაგიკვირდათ ბატონო გია, როდესაც აი ამ სისტემის მიერ, პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ სამიზნედ ქცეულმა ადამიანმა საბოლოო ჯამში მაინც გადაკვეთა საზღვარი და გავიდა საქართველოდან. ხო, როგორ გითხრათ, ეხლა ეს ტექნიკური თემებია, ხო, ეხლა რა თქმა უნდა მოულოდნელი იყო და ეხლა ჩვენ ამას ვერ ვიდით, თუმცა არც გამკვირვებია, რომ გითხრათ, რომ მოახერხა გამომდინარე იქიდან, რომ აი ეს უძლეველობა და ყველაფრის კონტროლი ბიძინა ივანიშვილის და მისი სისტემის მხრიდან ერთგვარი მითოლოგიაა, ხო, მითოლოგიაა, სინამდვილეში შუშის ფეხებზე დგას ეს ყველაფერი, აი დომინოს ფიგურებით არის აშენებული და ჩვენ დავინახავთ რაღაც მომენტში, როგორ ჩამოიშლება ძალიან უცნაურად და ძალიან სწრაფად ეს ყველაფერი, ხო? ისინი მუდმივად ახდენენ დემონსტრირებას ძლევამოსილების, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სისუსტეების გამოვლინების ეშინიათ, ხო? ყველაზე მეტად, იმიტომ რომ როგორც კი საზოგადოება ირწმუნებს, რომ ესე რომ ვთქვათ, ეს კონსტრუქცია არც თუ ისე მყარია, იციან ამის შემდეგ რა პროცესებიც დაიწყება. ხო და არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ეს რაღაცები ხდება, ეხლა მე ჩემი кейსი მქონდა ამ კუთხით, აი წინა ხელისუფლება ამ ხრივ ბევრად უფრო სტაბილური იყო, ბევრად უფრო მყარი იყო 2007 წელს მე ფაქტობრივად შინაპატიმრობაში ვიყავი აყვანილი, აი ესე სამი მანქანა რომ ყარაულობდა, რასაც ქვია, რამდენიმე თვის განმავლობაში იცოდნენ ჩემი დაახლოებით გამოდიოდი 10-11 სახლიდან, დამყარებოდნენ ესენი ბუნებრივია, ერთგვარ ესეთ ხუთში მათავსებდნენ და ესე
დამატარებდნენ მე-14 საათზე ბოქლობს წვლიდნენ ყოველდღე რა საგიჟეთი იყო ხო? ხო და რაღაც მომენტში მომიწია მივდიოდი კონფერენციაზე იმაში რა ქვია ბაზალეთზე და ადრე მომიწია ადგომა 8 საათზე რომ ჩამოვედი ამა თბილად ეძინათ მანქანებში რა მანქანებში თბილად ეძინათ და მე ტაქსი გავაჩერე ჩვეულებრივად წავედი და არ გამოგვიდი გამიკვირდა მაგრამ ჩაეძინათ ბიჭებს რა და 2 დღის შემდეგ რომ დავბრუნდი ძალიან დაკვირვებულები დავხდნენ ეგონათ რომ სახში ვიყავი ასე რომ სისტემა აი მუდმივად ახდენს დემონსტრირებას რომ ძალიან ყველაფერს აკონტროლებენ მაგრამ სინამდვილეში ბუნებრივია ესე არ არის ეს არის ის სისტემები რისი გამოყენებაც ხდება სურვილის შემთხვევაში და ბაჩიაშვილმა ეს გამოიყენა თუმცა მე მაინც მგონია რომ გარკვეულწილად მთელ ამ ამბავში სპეცსამსახურები ჩართულები იყვნენ უცხოური სპეცსამსახურები შეხედულებაში იმიტომ რომ ერთია გააპარეს გიორგი ბაჩიაშვილი ამას ამბობ მე ვფიქრობ გარკვეულწილად რა თქმა უნდა სპეცსამსახურები აქ არ გამოჩნდებოდნენ მაგრამ გარკვეულწილად ისინი მონაწილეობდნენ ხო ჩვენ ეხა ამ მრავალკომპონენტიანი ლოგისტიკური პრობლემის მხოლოდ ერთი კომპონენტი გავიგეთ რომ რაღაც სამალავე მანქანაში და მანქანით გადავიდა რაღაც მაგრამ ეს რომ მრავალკომპონენტიანი სპეცოპერაცია იყო ხო ეხლა ჯერ სახლიდან გამოსვლა როგორ გამოვიდა სახლიდან ამ მანქანამდე როგორ მოხვდა ამ მანქანაში საერთოდ ხო როდესაც აი ესეთი კონტროლი იყო მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანია რატო ვფიქრობ რომ უცხოური სპეცსამსახურები რა ხდებოდა მას შემდეგ რაც ის მოხდა სომხეთის ტერიტორიაზე ხო იმიტომ რომ საფრთხე იქაც იყო ბუნებრივია და შესაბამისად მე ვფიქრობ რომ სომხეთის მხარეზე ეს იყო ძალიან სერიოზულად პოლიტიკურ დონეზე დალაგებული რომ ის უსაფრთხო გასულიყო სომხეთიდან ამის შემდეგ ასე რომ ეს არ იყო მარტივი საქმე გარკვეული გარანტიები ბაჩიაშვილს რა თქმა უნდა მაღალი დონის გარანტიები ჰქონდა რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა რის ხარჯზე ესე ვთქვათ და ვთქვათ აი ახლა რას უნდა ველოდოთ თუ მართლა ასე ხედავთ თქვენ სურათს ბაჩიაშვილი არის ოქროს მოწმე ჩვენ უნდა გესმოდეს აი სიუჟეტში იყო თანა ინვესტირების ფონდის ამბავი ხო თანა ინვესტირების ფონდი როდესაც ფუძნდებოდა იქ ძალიან ბევრი დაფუძნებელი იყო იქ იყვნენ შეიხები რაც ესე რომ ვთქვათ მე მთხოვა პირადად ბიზნესამ რომ იქნებ ინასტო რომ დაფუძნებლა და შუაშორის პატარკაშვილების ოჯახიც ფონდის დაფუძნებლად შემოიყვანა და ბიზნესმა მაშინ მითხრა რომ მათი ინვესტიციები არ არის საჭირო უბრალოდ დაფუძნებლებად იყვნენო რა არანაირ ვალდებულებას ეს არ აკისრებსო ანუ ფონდი ერთგვარი ესე თავისუფალი ტიპის რაღაც ჩემთვის ძალიან უცნაური სისტემა იყო სადაც პრინციპში ნებისმიერ დაფუძნებელს შეეძლო თავისი ოპერაციები ეწარმოებინა და შესაბამისად დივიდენდის თვითონ მიეღო ხო ეხლა მე ესეთ სისტემების სიმართლე გითხრათ კარგად ამესმის როგორ მუშაობენ მაგრამ და საბოლოო ჯამში მე დამჩეს დავიტილო რომ ბიძინა ივანიშვილს ეს დაფუძნებლები ჭირდებოდა ერთგვარ ესე რომ ვთქვათ იმის რა ქვია აი ფარის შესაქმნელად რა რომ ვითომ ეს რაღაც ის სერიოზული სისტემა იყო სინამდვილეში ამ სისტემას ის იყენებდა პირადი საჭიროებებისთვის, ხო? და როდესაც ესეთ რაღაცას აკეთებ, ესე იგი რაღაცა სერიოზული გაქვს ჩაფიქრებული, ხო? იგივე რუხი ზონებიდან ტრანზიტისთვის, ესე რომ ვთქვათ, თეთრ ზონებში და ამავდროულად. და ამ ხრივ ბაჩიაშვილი რა თქმა უნდა ოქროს მოწმეა და ეხა შესაბამისად ან როცა ამბობთ სპეცსამსახურები, ვთქვათ, რომელ ქვეყანას გულისხმობთ, ან ვთქვათ, აი უფრო კონკრეტულად ხო, აი რას გულისხმობთ, ვისთვის არის, ვთქვათ, ოქროს მოწმე. ყველაზე მეტად ვარაუდობ მე, რომ აი ოფექტი იცით თქვენ ესე რომ ვთქვათ, აი ეს ფინანსური დაზვერვა შეერთებული შტატების, ხო? რომ ყველაზე ლოგიკური ალბათ, ან რაღაც მსგავსი ორგანიზაცია იმისათვის რომ ბიძინა ივანიშვილი საბოლოო ჯამში აღმოჩნდეს ხუფის ქვეშ, ანუ ესეთი სანქციების ქვეშ, ხო, ეხლა ამერიკა სამართლებრივი ქვეყანაა და იქ დოკუმენტალური საფუძველი ჭირდებათ ამისათვის და ეს დოკუმენტალური საფუძველი ყველაზე კარგად შეუძლია შექმნას ზუსტად ბაჩიაშვილმა და გამომდინარე იქიდან რომ მისთვის ეხლა წასვლა უკვე
ქვეყნიდან გასვლა იყო საცოცხლო ამოცანა და თუ აქამდე მე ვფიქრობ რაღაცეები აქამდეც უკვე ინფორმაცია მას გაცემული აქვს, მაგრამ ის წითელ ხაზებს, ანუ ბიზნეს ეთიკას ბოლომდე არ არღვევდა, მაგრამ ამ მოცემულობაში მან თქვა კიდევაც სხვადასხვის თავის ინტერესში. კი, რომ ეხლა გამეხსნა ხელფეხი, ხო? კი, ბატონო, გამეხსნა ხელფეხი და მე ვარაუდობ, რომ ის ეხლა ზის ერთ-ერთ ამ ორგანიზაციაში და უკვე ესე დოკუმენტურად მზადდება ბიძინა ივანიშვილის, ესე რომ ვთქვათ, სტერილიზაციის პროექტი ბაჩიაშვილის დახმარებით. ანუ რეალურად ახლა რა ტიპის სანქციებიც წამოვა თუ წამოვიდა? ხო, აქ უკვე ფრთხილად უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი. ნახეთ რა შეესაქმე თუ მე რასაც ვარაუდობ. ო ბაჩიაშვილს იმ ტიპის ინფორმაცია აქვს. ეს ნიშნავს, რომ აქ უკვე მარტო სანქციებზე არ არის ლაპარაკი. აქ არის პირდაპირ სისხლის სამართლის, ესე რომ ვთქვა, საერთაშორისო დანაშაულებებზე საუბარი, რაზეც შეიძლება უბრალოდ ბევრად უფრო მძიმე შედეგები მოყვეს. სანქციები ეს არის პოლიტიკური აქტი. და აქ პოლიტიკაზე კი არ ვლაპარაკობ. ჩვენ პირდაპირ კრიმინალზე შესაძლო სავარაუდო კრიმინალზე ვსაუბრობთ, ხო? კრიმინალურ აფიფულის გათეთრება, მაგალითად, საერთაშორისო მასშტაბის, ხო? მაგალითისთვის ვამბობ. თუ ბაჩიაშვილს აქვს შესაბამისი ფაქტები, ის თანამონაწილე იყო, მაგრამ მოგეხსენებათ საპროცესო გარიგებების ინსტიტუტი კარგად მუშაობს დასავლეთში, ხო და აქ ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბევრად უფრო მძიმე რაღაცები მოხდეს, ვიდრე უბრალოდ სანქციებია, ხო? ან თუ არ მოხდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არ მოხდა, იმიტომ რომ რაღაცა გარიგება შედგა, ხო? ასე რომ უნდა დაველოდოთ მოვლენებს, ფაქტია, რომ ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილს ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა, ხო? როგორც პირდაპირი ზარალის მით, უბრალოდ ესე რომ ვთქვათ, ბიძინას გაგებით აახია ძალიან დიდი ფული, ხო, ბოდიში ამ ჟარგონისთვის, ასევე დაანგრია მისი უძლევლობის მითოლოგია, იმიტომ რომ გაეპარა, როდესაც ტოტალური კონტროლი იყო და მესამე ის არის რა იქნება ამის შემდეგ, ხო, ესეც უმძიმესი დარტყმაა ბიძინასთვის, ხო, და ეს უკვე შეიძლება შეეხოს მთელ მის ოჯახს და მასთან აფილირებულ ნებისმიერ პირს, ხო, ვისთანაც მას საერთოდ რაიმე ტიპის კონტაქტები აქვს. აი, ესეთი მოცემულობა მიიღო. ეხლა ის არის ეხლა ძალიან ცუდ ხასიათზე, მე ამაში დარწმუნებული ვარ, შიგა პოლიტიკა უკვე ალბათ ნაკლებად აინტერესებს, სანამ ამას გადახარშავს და დიდხანს ვერ გადახარშავს პირდაპირ გეუბნებით. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ზარალი დააკისროს ეხლა გომელაურს და რაგვარია ისუსის უფროსი, ხო? ლევუაშვილი ამათ და იმად გადაახდებინოს ეს პირი, ხო? ყოველ შემთხვევაში რამდენსაც შეძლებენ. ელემენტარულად რა ნაწილი მაინც გადაიხადენ. იმიტომ რომ იმ კრიმინალური გაგებით რა კრიმინალური ოპერაციაც სტარდებოდა, ხო, ეს ხა ხო არ იყო სამართლებრივი პროცესი, რაც ბაჩიაშვილის თავს ხდებოდა. ეს იყო წმინდა წყლის ქურდული შავი გარჩევა და აი ესეთი ჩაცუცკული მოსამართლეებით, ჩაცუცკული პროკურორებით, პერსნებიანი და ჯვრებიანი და საქმეს ქურდულად ურჩევდნენ საქმეს რა. დოკუმენტი კი არაფერი არ ქონდათ, მაგრამ ძმა უნდა გადაიხადო რა. და ამას ჩართული იყო მთელი აი ეს სისტემა, რომელიც კრიმინალურად აქცია ხელისუფალმა და ამ დროს იგივე ჟარგონზე ვიყი დაეთესათ რა. მსხვილი ბიზნესისთვის რა სიგნალია, რა უნდა დაინახონ, რას ხედავენ? მსხვილი ბიზნესი რა არის ეს ჩვენი მსხვილი ბიზნესი, ეს ძალიან მძიმე ისტორიაა რა. აი მე გეტყვით, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ხო, აი რა მენტალიტეტის ხალხზე ვსაუბრობთ ხა, ხო, ეხლა მე ყველაზე არ ვიტყვი არსებობს აქაც გამონაკლისება, რა ძირითადად რა მენტალიტეტის ხალხია, როდესაც ჩვენ 2012-ში მოვედით ხელისუფლებაში, თქვენ შეიძლება არ გახსოვთ, მაგრამ მე აი რუხი კარდინალის ესე რომ ვთქვათ ის მახსოვს. ჩემზე, ორო სადღაც ვიჯექი და იქ რაღაცა კი ბატონო. ბიზნესთან, მსხვილ ბიზნესთან ალაგებდით პიქსელების შენობაში, ძალიან კარგად. სინამდვილეში ჩემი ფუნქცია რა იყო? ჩემი ფუნქცია იყო, რომ პირიქით დაშორიშორება მომხდარიყო ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, ხო? იმიტომ რომ აი ეს მსხვილი ბიზნესი მაშინაც ხელისუფლებაში იყო ინტეგრირებული. ისიც რა ხდებოდა ჩემთან? აი ეს მსხვილი ბიზნესმენები მოდიოდნენ ჩემთან.
და მე მათ უხსნიდი რომ მორჩა ურთიერთობები ხელისუფლებასა და ბიზნეს შორის ხო წადით იმუშავეთ გადაიხადეთ გადასახადები და მე ვიქნები გარანტი რომ თქვენ უკანონოდ ვერავინ ვერ შეგეხებათ ამას ვეუბნებოდი ისინი მოდიოდნენ რაიმით იცით რომ აი ამდენი და ამდენი აქ და აქ მიქონდაო და ეხლა გითხარიო საწავლებოდ რა აი ეს ხალხია და როდესაც მე ვეუბნებოდი რომ არა ეს თამაში დამთავრდა ისინი ჩემგან რომ მიდიოდნენ იმას კი არ ფიქრობდნენ რომ ეს თამაში მართლა დამთავრდა და ჯანსაღ ურთიერთობებზე გადავდივართ ფიქრობდნენ რომ რადგან მე ამას ვეუბნები ესე იგი რაღაცა სხვა ინტერესი ხდება ან მათი ჩანაცვლება გვინდა ან უფრო მეტი გვინდა და ამიტომ მიდიოდნენ ჩემგან და ახალ პატრონებს ეძებდნენ რა ვიღაცა კალაძესთან მიდიოდა ვიღაცა ღარიბაშვილთან და აი ეს პატრონს ეძებდნენ იმიტომ რომ პატრონის გარეშე ამ ხალხს მუშაობა არ შეუძლია აი ეს მანკიერი ურთიერთობები უნდა დაიმსხვრეს ანუ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ აი ამ მანკიერ სისტემაზე მანკიერი სისტემა მართლობის სისტემა კი არ ამის ნაწილია ეს მსხვილი ბიზნესია იგივე გარყვნილი წარმოდგენებია სხვანაირად არ კონკურენტულ გარემოში ბევრ მათგანს მუშაობა არ შეუძლია თუ ხელისუფლებასთან არ იჩალიჩა კონკურენტული უპირატესობები არ მიიღო და დიდი ფული არ გაჭრა და მე ამ ფულის ნაწილი ხელისუფლებაში არ წაიღო და ამით კონტროლი შეინარჩუნა სხვანაირად მუშაობა ამ ხალხს არ შეუძლია. ამიტომ ჩვენ როცა სისტემის დაანგრევაზე ვლაპარაკობთ, ზუსტად აი მათ შორის აი ეს ეკონომიკური მანკიერი, ხო? მანკიერი უტიფარი სისტემებიც უნდა დაინგრეს. ეხლა დიდი ბოდიში ეხლა შეიძლება რაღაცეთ მძიმე თემებზე ვლაპარაკობ, მაგრამ ესეთია რეალობა. უნდა დაინგრეს. მადლობა ბატონო გია ხუხაშვილი იყო საქმე დილას ანალიტიკას პირველი ბლოკის სტუმარი